ამ ვიდეოში ვისაუბრებთ სავაჭროს სესიებზე და რას აკეთებს სესიები და რას ნიშნავს. იმისთვის რომ სავაჭრო სესიებზე რაღაც ინფორმაცია მივიღოთ, babypips.com-ის Forex Market Hours გირჩევთ, ანუ ჩაწერეთ Forex Market Hours და babypips-ის საიტზე შემოდით რა. აქ უნდა დააყენოთ ის დრო, რაც გრაფიკზე გაქვთ, აქ ხო UTC მაქვს, ანუ UTC ნიშნავს პლუს 0-ს რა. აქაც თუ პლუს 0-ს დავაყენებ. აი ამას რა. იგივე დრო მექნება და ამ გრაფიკის მიხედვით შევძლებთ რომ განვიხილოთ სად რა ხდება. ესე იგი არის ტოკიოსი ანუ აზიის, ლონდონის და ნიუ-იორკის. ეხლა ეს რა ხდება? თუ აი მას აქეთ გადმოვწერთ, ხედავთ რომ ლონდონის გახსნის დრო არის 7 AM-ი UTC-ს პლუს 0 დროით. მოდი ნიუ-იორკზე გადავიყვანოთ, აქედან რომ ნიუ-იორკზე მუშაობას შევეჩვიოთ და ეგრე აჯობებს რა. ლონდონი იხსნება 3 AM-ზე. ეს არის ოფიციალური გახსნის დრო, ასე ვთქვათ, რასაც გვეუბნება სტრუქტურა, ინტერნეტი, ორგანიზაციები და ასე შემდეგ. ლონდონის სესია ნიშნავს იმას, რომ ლონდონში არსებული ბანკები და ინსტიტუციები იხსნებიან 3 საათზე და ვაჭრობას იწყებენ 3 საათიდან, მაგრამ მომენტი არის ის, რომ ესენი 3-ზე კი არ ჯდებიან გრაფიკთან და ვიღაცა კი არ იტკაცუნებს მხრებს და კისერს 3 AM-ზე. ანუ ესენი მზად არიან უკვე 3-ზე და 3-ზე შეიძლება მაგარი სერიოზული მოძრაობაც მოხდეს. ანუ ეს ტიპები, ასე ვთქვათ, მუშაობენ უფრო წინა საათებშიც, მაგრამ 3-ზე ოფიციალური გახსნა არის. ნიუ-იორკსაც შეეხება, ნიუ-იორკი იხსნება 8 AM-ზე და ანუ გახსნა, დახურვა და აქაც აქ არის გახსნა, აქ არის დახურვა. რა ხდება ახლა ამ სესიებში? ლონდონის სესიაში ძირითადად ხდება ისეთი აქტივების ვაჭრობა, როგორიც არის ევროპული სავალუტო კურსები, ევრო, რაღაც იენა, ასე შემდეგ. გააჩნია რა ახლა ყველა სესიაში ყველა ინსტრუმენტი ვაჭრობს, მაგრამ რომელი ინსტრუმენტი სად უფრო მეტად ვაჭრობს, ეგ რო ნახოთ, უნდა გადახვიდეთ გრაფიკზე და განიხილოთ წარსული ჩარტის რა. ახლა ნიუ-იორკში ყველაზე მაგრად გვაქვს მოძრაობა ამერიკული აქტივების და უშუალოდ დოლარის და ყველაზე მაგარი მოძრაობა იენების გვაქვს ტოკიოს სესიაში სიტყვაზე რა. ანუ ნიუ-იორკი ხო -4-ზეა, ჩვენ ვართ +4-ზე და შესაბამისად 8 საათის შემდეგ 8 AM-დან იქნება 16 PM-ი რა, ანუ 8 PM-ი უბრალოდ, რაც არის 16 საათი, ანუ 4 საათი. და თქვენ რო ეს უკვე იცით სესიები სად როგორ მუშაობს, იცით ამა თუ იმ სესიას მიუსწრებთ თუ არა. თუ ეხლა მუშაობთ და შუადღეს ცვლაში ხართ, ვერანაირად ვერ ივაჭრებთ ნიუ-იორკის სესიაზე. ხო, ესე იგი იცით რომ ნიუ-იორკი თქვენი სამუშაო სესია არ არის, ან კიდე სამსახურიდან უნდა წამოხვიდეთ რომ ნიუ-იორკში ივაჭროთ. ან სიტყვაზე ისე გააკეთოთ რომ მოარგოთ თქვენი რუტინა სავაჭრო საათებს. სესიები ამიტომ უნდა იცოდეთ რა, რომ თქვენ იცოდეთ რომელ სესიაში შეგიძლიათ მუშაობა და რომელში არა. ახლა მე ნიუ-იორკში მაგალითად არ მცალია ხოლმე და ნიუ-იორკს არ ვაჭრობ. ვაჭრობ ლონდონს ყოველთვის, მხოლოდ ლონდონს ვაჭრობ რა. ლონდონის ტრეიდერი ვარ. თუმცა ნიუ-იორკშიც მუშაობს ჩემი სეტაპები და ყველაფერი და ნიუ-იორკიც ძალიან მაგმაყოფილებს, ასე ვთქვათ რა. კარგი სესია ნიუ-იორკი. ალბათ ყველაზე დიდი ვოლუმი აგერ როგორც ხედავთ, ნახეთ, trading volume is usually high at this time of day. და trading volume ნიშნავს სავაჭრო ძალას და ასე ვთქვათ ინტენსივობას და აგერ პიკში არის ნახეთ ნიუ-იორკის 10-დან 12 AM-მდე რა და დანარჩენ ადგილებში უკვე დაბალი არის, რაც ეს დაბალი ეხება სიდნეის და ლონდონი კი არა ტოკიოს, ანუ აზიის სესიას რა. სულ ეს არის რაც მინდა მეთქვა სესიებზე, უბრალოდ იცოდეთ იდენტიფიცირება სად იმყოფებით და როგორ იმყოფებით. მეტი რაც გაინტერესებთ უკვე კითხვების სახითაც შემდეგ განხილვა და რაღაცები გვექნება ხოლმე, უშუალოდ ხალხს რაც უნდა და რაც სჭირდება იქიდან გამომდინარე მივხვდებით, კიდე რაზე უნდა ვილაპარაკო.